გილოცავ რა თქმა უნდა. ჩვენ გადავდივართ დღე მეოთხეზე და კიდე უფრო ახლოს მივდივართ ბედნიერ ცხოვრებასთან. დღე მეოთხეს პრაქტიკები არის ესე იგი სტრესის გარეშე ცხოვრება. ხო? ვითომ წარმოუდგენელია ხო სტრესის გარეშე როგორ ვიცხოვროთ, მაგრამ არის შესაძლებელი ამ სტრესისგან განთავისუფლება. ისერი მომენტალური ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად კარგად გავაკეთებთ და დავეუფლებით პრაქტიკებს. რა თქმა უნდა, მადლიერება ნებისმიერი სიტუაციისთვის არის ყველაზე კარგი გამშვები ხოლმე, რომ რაღაცა ცუდი რო ხდება, იმის მოგივათ, რომ სტრესში ჩავარდეთ. მადლობა ამ გამოცდილებისთვის. კაი ხო, მადლობა, რომ ეს მოხდა. იქნებ ეს უკვე პოზიტიური აზროვნების ნაწილია, რომ იქნებ ამ რაღაც პატარა, მაგალითად საბურავი დამშვა. დღეს უნდა წავსულიყავი რაღაც 9 საათზე მისულიყავი სადღაც და გამოდივარ და საბურავია დაშვებული და ამის გამო 9 საათი დავკარგე და დავაგვიანე. პოზიტიური ხედვა, რაც მაინც მე გიჩვენებთ, რომ გამოგადგებათ უფრო, არის ის, რომ კარგი, მადლობა, რომ საბურავი დამშვა, რაღაც ცუდისკენ შეიძლება აუცდი ცუდს. იმიტომ რომ შეიძლება იქ რაღაცა მომხდარიყო გზაში, ვიღაცას დავჯახებოდი, რაღაცა მომხდარიყო და ასე შემდეგ. ყველაფრის განსაზღვრა შეიძლება და ყველაფრის წარმოდგენა შეიძლება, თუმცა ჩემი პოზიტიური ხედვა ასეთია და თქვენ შეგიძლიათ ცადოთ. ყველაფერი, რასაც საერთოდ ამ კურსში ვლაპარაკობ, ყველაფერი განიხილეთ, როგორც დაუშვათ, რომ ესეა. დაუშვათ ლევანი ახლა ლაპარაკობ სიმართლეს და დაუშვათ, რომ ესე არის. მოდი მე ვცდი, ცადეთ, გამოიკვლიეთ, რამდენად კარგებთ და რამდენად გზნობრო თქვენ მიმართულება, იმის მიხედვით გამოიყენეთ. ეს იყო პირველი პრაქტიკა. ეხლა მეორე პრაქტიკა არის 5 ემოციის დამიწების პრაქტიკა. 5 ემოცია, საერთოდ ყველა ემოციები გეცოდინებათ ალბათ რაც გვაქვს და ამის დამიწება ყველაზე კაი ვარიანტი არის, რა თქმა უნდა, ფეხშველი გავიაროთ მიწაზე. მიწასთან ენერგეტიკული მიმოცვლა არის დამიწებაც, მაგითო ქვია ამ ყველაფერს, რომ მიწასთან დამიწება და სრული პირდაპირ სხეულით შეხება სტრესს ხსნის. 5 წუთი დღეში ფეხშველი მიწაზე ეცადეთ, რომ იდგეთ და თავისით თანდათან უფრო სიღრმისეულად მოგიდებათ მე იქ ნაზად სიარული, რაღაც ბალახზე ნაზად გადაბიჯება და თამაშებში წავა ეს ყველაფერი გადაიზრდება და რა თქმა უნდა სტრესისგანაც განთავისუფლდებით. მე გირჩევთ, რომ დამიწება პირდაპირ მნიშვნელობით გაიგოთ და ფეხშიშველი მიწაზე სადმე გაიაროთ უეჭველი დღეში 5 წუთი მაინც. თქვენთვის კარგი იქნება დამიჯერეთ, იმიტომ რომ ეს ენერგომიმოცვლა და ბალანსი ყველაფერი თავისით დასტაბილურდება დიდი ალბათობით. მესამე თემა, რასაც მინდა შევეხოთ დღევანდელ პრაქტიკებში, არის რთულ ადამიანებთან შეხება. რთული ადამიანების განხილვა, როგორც მასწავლებლების. რაღაცეები, რაც ნერვებს გუშლის სიტყვაზე და რაღაც წიკები ვიღაცეების ნერვებს გუშლის. მოდი განვიხილოთ, რომ ეს ჩვენი მასწავლებელია იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ ეს ყველაფერი, როგორც არის ეხლა ხო და მე ორი არჩევანი კი მაქვს. მომეშალოს ნერვები და ჩემი მდგომარეობა შევცვალო, ამით და გავააგრესიულდე თუ უბრალოდ ეს მდგომარეობა მივიღო, როგორც ხო ასეთია. ხო, მაგრამ მაინც იყვარს. რა თქმა უნდა, ყოველთვის არ გამოგვივა, მეც არ გამომდის ხოლმე, რაღაც მომენტებში გადავეშვებით ამ ემოციურ თამაშებში და რაღაც აგრესიას გამოვხატავთ ხოლმე, მაგრამ დავიჭიროთ, შევეცადოთ, რომ დავიჭიროთ ჩვენი თავი, უცებ ასე გამოვიდეთ და დამკვირვებლის პოზიციიდან შევხედეთ ამას და ხო, კარგი, ასეთი არის ის. მე ჩემი ცხოვრება მაქვს, ჩემი მდგომარეობა მაქვს და გავიწყდებათ, რომ ნებისმიერ რამეს ჩვენ ვაძლევთ პირველ რიგში უფლებას, რომ ჩვენზე მოახდინოს ზემოქმედება. ჩვენ თუ ამას დავბლოკავთ და მოაკეთებთ არჩევანს, რომ ეს ჩემზე ვერ მოახდენს ზემოქმედებას, ვერ მოახდენს ზემოქმედებას. ხო მარტივია. რეალურად ასეც ხდება. უბრალოდ ეს არის პრაქტიკის ამბავი, რაც უფრო დაამოღამეთ, უფრო გამიგივართ რა. და მეოთხე ასპექტი, რასაც მინდა შევეხო, არის საღამოს რიტუალი, რომელიც არის საღამოს გათავისუფლების რიტუალი. მოდი ასე ვთქვათ რა. საღამოს ისევ რომ დავწვევით, დილის წინ მადლიერება რა თქმა უნდა გამოვხატოთ და მადლიერებას უკვე უნდა დავამოწოთ კიდე ერთი ასპექტი. კიდე ერთი ასპექტი არის მე მადლიერი ვარ დღევანდელი დღისთვის. მადლობა ყველაფერისთვის, რაც მაქვს. მადლობა ყველაფერთვის, რაც მექნება. მე ეხლა ვაკეთებ არჩევანს, რომ გავთავისუფლდე სტრესისგან, გავუშვა ეს დაწესებულება და ჩემსკენ მოვიზიდო იყვალი და სიუხვე. ეს კიდე ერთი ასპექტი დაემატა. მე ყოველდღე რას ვლაპარაკობ ჩემთვის, თანდათან ამას
ნელ-ნელა მომაქვს თქვენთან, რომ უფრო სიღრმისეულად გაიგოთ რატო ვამბობ. ანუ ეს არ უნდა იყოს მექანიკური. ეს სრული შეგრძნებით ნათქვამი უნდა იყოს და სრული გააზრებით რომ გესმოდეთ რა იქნება საბოლოო ჯამში და როგორი ბირთვი შეიკრება. ამით მეოთხე დღე დასრულებული.